მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია რომ YouTube-ზეც გადავწყვეტე ამ ფორმატის შემოტანა და გაიცანით, თქვენ არ იცნობთ, ეს არის დედიკუნა, ბელა კვირკველია. მოგესალმებით. და დღეს ჩვენ მოვამზადებთ ჩვენი ოჯახის მართლა ყველაზე საყვარელ დესერტს. ალბათ რასაც ზაფხულში, გაზაფხულზე როცა უკვე მარწყვის შემოდის, ვამზადებთ, რა ვიცი, ყოველკვირეულად და ბავშვობაშიც იყო პირველი დესერტი, რომელიც მოვამზადე. ძალიან მიყვარს. ჩვენც ძალიან მიყვარს. მოკლედ, ვიწყებთ. ძალიან მარტივად ჩვენ გვაქვს კვერცხი, ფქვილი, კარაქი, მარწყვი, შაქარი და კრემყველი. რძე. კი ბატონო. რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში? პირველ რიგში უნდა დავშაქროთ მარწყვი, რომ წვენი გამოვიდეს დასანამად. და პარალელურად ვაკეთებ კრემს, მოხარშულ კრემს. მოხარშულ კრემს, რომელსაც მე უკვე კარაქთან ერთად გადავურებთ, ხო? კი ბატონო, ამოვიყვანოთ. კი ბატონო. მოდი მაშინ დავიწყოთ, მე დავჭრი მარწყვს და დავშაქრავ და შენ მანამდე კრემი მომცადე. კი ბატონო. სამზარეულო ჩვენი სიყვარულის ენა ესე ვთქვათ და ერთმანეთს რომ ვაჭმევთ, ეს ძალიან გვიყვარს. და თან ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ესე უბრალოდ სახში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და მიხარია რომ მომეცა საშუალება ჩემს YouTube არხზე გამეშალა და მომეტანა ისეთი საკითხები, რაზეც ლაპარაკს ფიზიკურად სხვა პლატფორმებზე ვერ ვახერხებ. ამიტომაც მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ რომ ჯერ კიდევ ახალი ვარ. ძალიან ცოტა გამომწერი მყავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ არ დამივარდეს мотиваცია, გამოიწეროთ ჩემი არხი თუ მოგწონს, რა თქმა უნდა და გამოხატო ნებისმიერი სახის ემოცია ჩემს ვიდეოზე. ეხლა კი დავიწყეთ, დედამ უკვე დაიწყო საქმიანობა და რას აკეთებ გითხარი. მოხარშულ კრემს ვამზადებ. ჩემებური რეცეპტია ეს, არ ვიცი, საერთოდ ვისწავლე, ისიც არ მახსოვს. უბრალოდ 5 კოვზი შაქარი, 5 კოვზი ფქვილი, 2 ცალი კვერცხის გული, უნდა აურიოთ 5 ჭიქა რძეში, მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ გავაციებთ და მოვიყვანთ კარაქთან ერთად. კი ბატონო. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, შაქარს და ფქვილს შევურევთ ერთმანეთთან, 2 კვერცხის გულს დავამატებ, ცოტა რძით გავათხიერებ და ადუღებულ რძეში ჩაუშვებ და მივიყვან ადუღებამდე. შვენიერი. გავიკეთეთ სკაპი და დედასაც გავუკეთებ. დაიჭირე? ზუსტად შენი მაისურის ფერია. ეს გავზადებული რო აქ სკაპისთვის. ესე. მოიცადე, ხო გივარდება? კარგად გაკ? მე თვითონ გავიკეთე. მიდი. მე მგონი ესე ჯუბია, შენ ასე არ ვიკეთები უფრო შენ. ეგრე კარგად გიჩერდება დედო. აი, არ გიჩერდა, ეს არ არის ის ძველი სკაპი ნუგონია შენ. ეს სხვა სკაპია, მოდი, ამით დავამაგროთ. შენ ისინი დამიმაგრე. ამიწი. და მგონი ამით იზამს, თორე და ისინი თქვა. აი. სკაპის დედიკო. უკურა დაირქვა სახელი სკაპის დედიკო. დედა, თან რომ არ მოვიწყინოთ, მოგვიყევი, რა იყო შენი ყველაზე ბედნიერი ბავშვობის მოგონება? ეხლა რაც უცებ მახსენდება, ძალიან ბედნიერი ვიყავი, 10 წლით ვარ ჩემს დაზე უფროსი და ჩემი და რომ გავიგე, რომ დედა ჩემი მესამე შვილსაც შენდა უბედნიერესი დღე მქონდა მაშინ. გონი პირველი ერთ-ერთი ბავშვი ხარ, ვისაც სულ პიროდი მარტო არ მინდა ყოფნა და ბავშვთან ერთად მინდა მით უმეტეს ისა ძმა კი მყავდა მანამდე, მაგრამ აი პატარა ბავშვობიდან მიყვარდა ეტყობა ჩემი საყვარელი თამაში იყო აკნობა. და ეხაც მახსოვს ეკა არის ჩემი ბიძაშვილი, იმასთან ვიყავით სახლში და იქ მითხრა მისმა ბებია, მიცი დედა შენს კიდე ერთი შვილი ეყოლება პატარა ბაია გეყოლებათო და აი მე მახსოვს აი როგორ დავხტოდი სიხარულით, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. გასაყაროა. ძალიან და ძირთად პირიქით არის ხოლმე რა არ უნდათ. ხო, მე მიკვირს ეგ, რა ვიცი, მე მართლა ასე იყო და შეგიძლია ეკასაც შეიკითხო ეგ ამბავი. ის არის მომსწრე თუ როგორ მიხარია სიხარულისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. რომ მოეკითხებოდნენ, ბელა რა არის შენი და მეული დედიკო. მართლა 2 წლის იყო ჩემთან რო ჩავიწვინე და ვიდრე გავთხოვდებოდი ჩემთან იყო იწვა. სულ ჩემი გაზრდილია შვილი ვით მყავს მეგის დისფუნქცია არასდროს არ ქონია ჩემთვის.
და რა გინდოდა რომ გამოსულიყავი და ბავშვობაში? რავი, ექიმი, ძალიან მინდოდა რომ ექიმი გამოსულიყავი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს სფერო. და სულ რაღაც მაინტერესებდა მედიცინა ძალიან. ეს საკმარისია? თუ პირდაობა დაამატე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ძალიან მკაცრად იზრდებოდი და მაინტერესებს რას გიგრძელავდნენ ისეც, რასაც მაინც აკეთებდი. რასაც მიგზავნდნენ, ყველაფერს ვაკეთებდი მაინც. აი მაგალითად რა გახსენდება ყველაზე ისეთი, რაც აი ძალიან ისეთი და შარში რო გაიხვიე. სამე გროვში არ მოგიყვეს? სიგარეტი რომ ავაწევიეთ. რამდენი წლის ბავშვს? 4 წლის. არ მოყვე. რატო არა იცოდეს ჩემო გამომწერება დედაჩემის ისტორიები და ვის ვგავარ. მიდი მოგვიყევი რაკენი სამეგრელოში რამდენი წლის იყავი შენ? არა, სამეგრელოდან ყავდა სტუმრები, დეიდაშვილი. და ჩვენთან სახლში იყო მოკლედ უფილტრო სიგარეტები გქონდა და სულ მაინტერესებდა ეს ფილტრიანი ხო იცოდე და ეხლა უფილტროს არა მაინტერესებდა ეს რაღაცა რა ვიცი რა აკრძალული ხილი არა არც მიკრძავდნენ არავინ არ ეწეოდა ჩემს ირგვლივ პირველად დავინახე ერთი მამიდა იყო მოსული და ის ეწეოდა და გაოცებული შევწქეროდი თურმე ქალებიც ეწევიან სიგარეტს. ეპაც. და იცი მაგი იყო ეს მიზეზი თუ რა იყო? წავიყვანე ეს ჩემი დეიდაშვილი პატივისცემის ნიშნა 4 წლის. მე 8 წლის მიყავი. და პატივისცემის ნიშნად შევიყუჟეთ ჩუმად და მოვაწევიე სიგარეტი. რა ვიცოდი ახლა სიგარეტის მოწევა ეს ბავშვი გაბრუნდა ის გამოვიყვანე იქ. და მე რა მოხდა შენ ცხოვრებაში მაგის მერე? რა მოხდა და დედაჩემ მეუბნებოდა რომ ეხლავე გამოვიძახებ მილიციას და წავაყვანინებ შენ თავს და ეს ისე მჯეროდა რომ ნამდვილად მილიციაში ჩამაბარებ და სულ ეხვეწედა და საწის სიგარეტს არ გავიკარები ოღონდ მილიციაში არ ჩამაბარებ. და იცი რა მაინტერესებს შენი აზრით იმან რომ შენ ძალიან მკაცრად იზრდებოდი. იქონია თუ არა გავლენა იმაში რომ მე შენ შვილებთან მე ვიტყოდი რომ რაღაც ძალიან ლოიალური იყავი. რა თქმა უნდა. ეგ იყო მთავარი მიზეზი, რაც მე არ მომწონდა, რასაც მიკეთებდნენ და როგორც გრძნობდი თავს, აი რაღაცნაირად ერთნაირ ოჯახში ვიზრდებოდით მე და თუნდაც წეგამახსენე ჩემი და იმას არ ქონდა ამის შეგრძნება, რომ შებოჭილი იყო, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდა ისეც, რაც იყო აკრძალული. მე ყველაფერი მაინტერესებდა რა რომ მეტყოდნენ რომ არ გააკეთო ეს სულ იმის ფიქრი რომ გავაკეთო რა მოხდება ხო იცოდი მე რაც მოხდებოდა ხო იცოდი რაც მოხდებოდა ის ვიცოდი რაც მოხდებოდა რა მოყვებოდა მაგას როგორი და მაგრამ ძალიან ის ინტერესი იყო მნიშვნელოვანი გარდა მაინტერესებდა ეს რატომ არ შეიძლებოდა ნეტა რატო არ შეიძლება რომ გავაკეთო ცოტა რა მოხდება მოდი ცოტას მოვსინჯებ და ამას ხო და დღეს აი რას ფიქრობ უკვე რამხელა შვილები გყავს ხო სამივე შვილი უკვე დასრულია და თავის გზაზე არის ვიტყოდი რა მეტნაკლებად როგორ შეაფასებდი შენს მშობლურ ლოიალობას გამოგადგა მე მაგრად გავრისკე რა ვიცი იმიტომ რომ ირგვლივ ვისაც ვიცნობდი კი არა და მიწუნებდნენ რომ არ შეიძლება გოგონების ასე თავისუფლად ამოიყენე გვერდით შენ რომ ხეხავ იმათაც ახეხინე შენ რომ რეცხავ იმათაც არ ეცხინე და ჩვენ არ ვხეხავდით თქვენ ხეხავდით, როცა თქვენ გინდოდათ მაშინ, თქვენ რომ ხასიათზე იყავით, ეს იყო ოჯახური რუტინა. მე როგორ იყო, იცი, აი ვალდებულება, როგორც ზრდასრული, აი ახლა რო ადგები დილით, უნდა დაალაგო, უნდა სადილი მოამზადო, უნდა ყველაფერი გააკეთო. ასეთი ვალდებულება მქონდა. და მე ვეთახმები მაგ აღზრდას. ხო, შენ რაც არ გამიკეთებია, მე იმას გავუკეთებ შენ. ანუ ეხლა არ ვფიქრობ რომ რაღაცა ისე რა, რაზდუაზე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან რაღაც საკითხებში, რასაც შენ თქვათ, ესე რბილად უყურებ კიდევ
ძალიან კარგი იყო ამ ბავშვობის ცხოვრება, მაგრამ ხო, აი ეხა თუდაც დამაბერეშიც უნდა რომ ძალიან თავისუფლად იყოს და მოემსახუროს აქეთ შვილები და მე კირას ხო, ნუ აი მაგ საკითხს შევეხები უშუალოდ რა. რატომაც არა, უნდა დაალაგოს ბავშვმა და უნდა გააკეთოს საჭმელებიც და უნდა იცოდეს კიდევაც. იცოდით, თქვენցგან არ იცოდით. ხო და რა საერთოდ მე ვამბობ იმას რომ აი ყველაფერი იყო რაღაცა შეზღუდული და დედაჩემ ერთხელ მითხრა რომ შენ ისეთი დაიბადეო, შენი სული შენს ხელში არ ეტეოდაო, სხვაებიც ხო გავზარდეო, ანუ მარტო მე მქონდა წინააღმდეგობა. ჩემს დედმამიშვილებში მარტო მე მინდოდა რაღაცების აღმოჩენა, რაღაცების გაკეთება, ჩემ ჭკუაზე, აი როცა მომინდებოდა წავედი, განარვალაგებდი, პატარა რო ვიყავი, ძალიან ბევრს ვაკეთებდი. გამიკეთებია, მაგრამ როგორი იყო, იცი, რუტინული საქმე არ მიყვარდა. და განსხვავდა, რითი განსხვავდება ხა ხო, დროსაც ხო გააჩნია? რა დროში ცხოვრობდი შენ? კი, როგორ არ გააჩნია, შეხედულებები შეიცვალა და იმიტომ. აი სამყარო? გარემო? იყო უსაფრთხო გარემო შენს ირგვლივ? როცა პატარა იყავი, იტაცებდნენ ქალებს. ახლა პატარებს არ იტაცებდნენ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ უსაფრთხოდ მე მაგის საფრთხე არ მქონდა პატარაობაში ხა და ისეთი ლამაზი იყავი დედა, მოგიტაცებდა ვიღაცა, წაგარბენინებდა. მაგრამ მასში რო გავიზარდე, აი ეს უკვე ბავშვობა არა, ხო? შენი ძახი უფრო ბავშვობაში. უფრო ბავშვობაში. ხო, რა თქმა უნდა. კი, ნუ მე რაღაცნაირად მგონია მაინც რომ როგორაც არ უნდა აღზარდოს დედამ, ყველა დედა საუკეთესო არის, მაგრამ შენ ყველაზე კარგი. მადლობა. დედიკო საუკეთესოა მიუხედავად იმისა, რომ კაცად მზი და მე ვიცი და რატომაც იყო ესე. იმიტომ რომ მე მართლა სხვანაირი ხასიათით დავიბადე და ეს იყო ალბათ პრობლემა. ნუ ძალიან რთულია, სხვა საუკუნეში დაიბადე დედა, შენ თუ დაბადებული ყავი დღეს. კი. მართლა. იმიტომ რომ აზროვნებაც ისეთი მაქვს, ყველანაირად უნდა ვაზროვნებო სხვაგვარად მოცემულობაში ისე გავიზარდე, მაგრამ არ ვიცი, ხო, ახლა თავისკენ დროს უსწრებს. ხო, ეგრე ანუ ადამიანი რომელიც ის არის, ხო, აი ძალიან თავისუფალი და რთული არის, როცა გრიხავენ რა, როცა გაიძულებენ ის ქვეშ, ხო, აი წნეხის ქვეშ ეს ძალიან მაწუხებდა, სულ მაწუხებდა თელი ბავშვობა, რომ აი სილაღე, ჩემი ერთ-ერთი კარგი თვისება, ანუ რაც მაქვს, ხო, ეს არის მე ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივი სილაღე, ლაღად თუ არ გძნობ და რაღაცა სტრესის ქვეშ ვარ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ კარგად. მე უნდა ვიყო თავისუფლად, მე უნდა ვიყო ლაღად, რომ რაიმე გავაკეთო ნორმალურად და აი ეს სილაღე ბავშვობაში სხვაგვარად აღიქმებოდა თავისუფლად ზღვარ გადასვლად. რა თქმა უნდა, ხო, აი უტიფარი ხარ, ასე მე მეწოდნენ და არა და აი რა და უტიფარი საერთოდ არ ხარ. ბავშვობაში ვიყავი ეთყობა, იმიტომ რომ რაღაცებზე პასუხს ვიცხოვდი, რატომ და არა უფროსი სიტყვა კანონია. ხო, ანუ რაღაცაერთ მართლაში ბავშვები ადრე მართლა შინაური ცხოველებივით იყო. ხო, აი ტაშას რა უფლებებიც აქვს. თითქოს აი ბავშვსაც ეგ უფლებები ქონდა რა. ანუ რაღაცაერთ ეხა ძალიან შეცვლილია. რა იყო კიდე იცი, აი მე მაგალითად ბევრჯერ ბავშვია შეეშალა, რა მოხდა მე? არა, პასუხს გაგებინებდნენ, რას ქვია, შეგეშალა. არ უნდა შეგშალო და მორჩა. და ანუ მაგას არ აღია, მაგას არ აღიარებ, იმიტომ რომ რაღაცაერთ მე მაგას ვიზიარებ ცოტათი რა. მე არ ვამბობ, ანუ ისე გამოდის რომ აი ძალიან თავისუფლად არა, რაღაცა საზღვრები ცოტათი გაწეული იყო, თორე ყველა მიცოდა რა უნდა გაეკეთებინა მისი საქმე, აი მაგალითად რა ნაგავი გადაყარე, ერთის თქმა, მეტი არ ჭირდებოდა ჩემთვის, იმიტომ რომ მეორეჯერ არ მიყვარს ეს ადექი არ გამეორებები. ნუ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეხლანდელი დედები რაღაცაერთ მეორე უკიდურესობაში არიან გადავარდნილები, მე მაგიტო ჩაგეძიე, რომ ანუ ის ვთქვათ, ანუ გავავლოთ რა ხაზი, რომ აი დისციპლინა და რაღაცეების დავალდებულება შვილისთვის რაღაც რაც გასაკეთებელი არის და პასუხისმგებლობა ასაღები არის რაღაცეებს, ის ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, უზრდელი რო არ გაიზარდოს და უპასუხისმგებლო. შვილები, კი, რა თქმა უნდა, ვანებიურებდი, მაგრამ
აქონდათ საკუთარი პასუხისმგებლობა სამივეს, ანუ რასაც დავავალებდი, მე როცა ვიტყოდი რომ მე დახმარება მჭირდება, სამივე ფეხზე იდგა, იმიტომ რომ იცოდნენ რომ მართლა მჭირდებოდა დახმარება, მე თუ არ მჭირდება დახმარება, არ დავუძახებ. და როდესაც სტუმრები მოდიოდნენ ჩემთან, სამივე ისე ტრიალებდა და სამივე ისე ტრიალებდა და სულ შემოვნატროდნენ, ვაიმე რა გიჭირს ყველა შენ რა კარგი შვილები. იმათ ეკონათ რომ ესენი დაღამებამდე არ წდებოდა. ხო, მაგრამ სტუმარი ყველა მეორე დღეს ჩვენ სახლში სტუმარი იყო და ეგეც კაია. ხო, სტუმრის გაშლა და საჭმლის მომზადება და სტუმრის შეხვედრა და ესა რაღაც რიტუალური იყო და აიმიტომაც არ უჭირთ ჩემ შვილებს, ეხლაც არ უჭირთ გამასპინძლება, იციან როგორ შეხვდნენ სტუმარს, რა მოამზადონ, როგორ რა ასი ამოვნონ. აი მე ვფიქრობ, რომ ის არის, აი ჩვენი ოჯახის და ზოგადად ქართული ერთ-ერთი უდიდესი ტრადიცია ზოგადად სტუმართ მასპინძლობა და ზოგადად აი ადეკვატური გამარჯობა მობრძანდი დაბრძანდი რა, იმიტომ რომ დღეს რაღაცა ადრე კიდე მგონია რომ უფრო იყო რა ეს საზოგადოებაში ამის წესები და დღევანდელ რეალობაში ძალიან უკვირს ხალხს აი ყველაფერი რა, რაღაც თითქოს ყველა არის სტუმარი რო დიდად არ უყვართ და რაღაც და ჩემს ოჯახში ეს იმდენად ბუნებრივი არის და მე აი რომ გავთხოვდი და რაღაც აი სხვა საზოგადოებაში რომ მოვხვდი და ეს რაღაც ჩემთვის ძალიან ბუნებრივს რო ვაკეთებდი ყოველთვის იყო რაღაცა გაკვირვება გაუვნებოდნენ, მადლობებს მეუბნებოდნენ რომ ნათია როგორი კარგი მასპინძელია და როგორ შეიწუხებს თავს და აბა სხვანაირად როგორ ანუ მართლა ის ჩვენს ოჯახში სტუმრის კულტი არის ესე ვთქვათ რა ის სტუმარი ყოველთვის გიხარია ჩემთან მოსვლა და სტუმრობა ვატყობ. ამიტომ გეპატიჟებით 250,000 ადამიანს ჩემთან სახლში ბელა გაგვიკეთებს საჭმელს ოღონდ რიგრიგობი ოკეი, მშვენიერ, თქვათ რა ვქენით ბოლო-ბოლო. გავამზადე ფაფა, რომელიც უნდა გაგრილდეს ახლა და შემდეგ დავაფარებ, რომ თავზე ქერქი არ გაიკეთოს. გადავედით შემდეგ ეტაპზე, მე დავიწყე კვერცხის გულების და ცილების განცალკევება. 10 კვერცხიან ტორტს ვაკეთებ. მნიშვნელოვანია, რომ გულის არც ერთი წერტილი არ მოხდეს ჩვენს ცილებთან, რადგანაც ცილა ცალკე კარგად უნდა ამოვიყვანოთ. ესე. და ბოლო ერთეულიც, აი ესე. სულ ეს არის. ეხლა ამას დავიწყებთ მიქსერით, როცა კარგად ამოვა, ისე რომ ამოვატრიალებთ, არ ჩამოიწევს ქვევით. ყველაფერი ძალიან მარტივია, მოკლედ 10 კვერცხის ცილას ამოვიყვანთ კარგად, ისე რომ ამოვატრიალოთ და არ ჩამოცურდეს. ეს არის უკვე ნიშანი იმის, რომ მზად არის, შეგვიძლია დავამატოთ 10 კოვზი შაქარი, 10 კვერცხის გული და 10 კოვზი ფქვილი. სულ ეს არის. და ნორმალური არის თუ არა, რომ ერთ დღეს გადავწყვიტოთ, მა გადავიპარსო. მეც ვაპირებდი ერთ დღეს. მართლა? ოღონდ იცი როდის? ირმა უნდა ჩამოსულიყო, ჩემი მეგობარი, ქიმიების მერე თამაკაცვენილი და უთხარი მე რავს რომ მოდი რა გადავიპარსავთ მას და ირმას ასე დავხვდები მეთქი და გაგიჟდა კაცი. არა, გაგიჟდა წავ გადავაყოტრე. სორი. ისე შევუხედეთ ხო? მართლა ვაპირებდი გადახოტრას თავის. და მე რა პარკს გავიკეთებდი, რა პრობლემაა? ხო, იყოს ეგრე. არა, მაქვს ეს, არ ვიცი როდის დამეწყო, მაგრამ ასეთ რაღაცები წავწვირმანებად ვთვლი მე და არ მექნება ალბათ ცუდი რეაქციები მაგაზე. რა? კაი, და რო გითხრა რომ სოლო მოგზაური ვარ და მოგზაურობაში ვაპირებ რომ წავიდე 6 თვიანზე და მარტო უნდა ვიმოგზაურო და მოვიარო მთლიანი აზია, რა რეაქცია გექნება? ველოსიპედით? არა, დედა. ჩემთვის თავარია უსაფრთხოდ იყო და არა რა გიხო. გეს ნუ შეაჭმევინებ და ასის გაგზარდე. ანუ გიჟდები. კირას მემიტოვებ ხო? ანუ კირას უსაფრთხოებაზე ფიქრობ ხო? კაი, რამდენად ნორმალურად იღებ ხოლმე იმ ფაქტს, როცა შენი შვილები არ გეთანხმებიან და რაღაც ის, რასაც შენ ეუბნები, იმას არ აკეთებენ.
მაქსიმალურად ვცდილობ დავარწმუნო, რომ მე მართალი ვარ და მეტი გამოცდილება მაქვს ცხოვრებისეული, თუ დამიჯერებს, კარგია თუ არა და დაველოდები, როდის წაიქცევა, რომ მივიდი და ავაყენო. სხვათა შორის, აი მართლა, არც მამისგანაც, ეხლა მე რაბიც ეგეთი არის რა. ეს კატეგორიული იმისა მიუხედავად, რომ რაღაცა შეეძლო რომ ყოფილიყო, ესე ვთქვათ, ხო? ანუ რატო არ შეეძლო? ყველა მამას აქვს ამის ბერკეტი რაღაც ასაკამდე, ხო? არასოდეს არ ყოფილა ძალიან კატეგორიული, აი არაფერში. გინდა მუსიკალურში, შევიდეთ მუსიკალურში, გინდა ტარვერში, შევიდეთ ტარვერში. გამოსვლა გინდა? გამოდი, ანუ მარტო მაგაზეც არ არის რა, აი ზოგადად ყველაფერზე, უბრალოდ მეუბნებოდა თავის აზრს, რომ მე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც ახლა მუსიკალურზეც რა რაღაც ეტაპზე ხომ მინდოდა რომ გამოსულიყო მუსიკალური და ნუ აი დავიხოკე სახე, გამომიყვანეთ და ნუ მითხრეს რომ ოკეი, კაი, გამოდი. უბრალოდ ერთი წელი დაგრჩა და რა ვიხوار დამთავრებდი და მე ნუ დავფიქრდი და ხო მგონი ჯობია რომ ერთი წელიც ვიარო ბარემ რა. და ეს მიდგომა ძალიან კაი არის, როდესაც ბავშვი თითქოს თავისუფლებას აძლევ. თან შენ საზრსაც ეუბნები და მე რაღაცად უფრო გიჯერებს. კი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი რამ არ გააკეთოს, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. აი მახსოვს მაკდონალდის საჭმელებს. აი მე რამდენს ვდარდობდი მართლა რომ ნუ ჭამშვილო ეს ერთი ალერგია მიცა და უეჭველი გამოგაყრიდა და რატომ ისა ეხა გადავიდა ჯანსაღყვებას ჩემზე ჯანსაღად დაიწყო კვება დრო გავიდა და მიხვდა რომ ჯანსაღი კვება არის მნიშვნელოვანი მაგრამ ნუ რა უნდა გააკეთო აკრძალვით ეხა რამდენ საუკრძალო მე მირჩევნია რომ შეგნებით მიუდგეს საკითხს და არ მიყვარს ეს მალმაჩქვალმა და რაღაც აი ჩუმად რო შეჭავს აი მაინც გააკეთე ხო აი ეს არ მინდა მოტყუებულად ყოფნად და მოტყუებულად მშობლად დარჩენას მირჩევნია რომ რეალურად შევხედო საფრთხე მასაც დავანახო ეს საფრთხეები და თუ გაითვალისწინებს კი არა თუ არა და მე თვითონ ვარ მომზადებული რომ არ იქა დავეხმარო რამე თუ დაიმართა ეს პოზიცია მქონდა სულ ყოველთვის ყველაფერი ნაბიჯზე რომ ვიყავი ფრთხილად, ვაფრთხილებდი რა თქმა უნდა, რომ აი ჯანმრთელობის პრობლემა არ შეიქმნას სიცოცხლისთვის საფრთხე არ ისეთ სიტუაციაში არა. დანარჩენს ყველაფერს ეშველება. აქავარ დაგეხმარა. ხო, ეხა უნდა უთხრა ადამიანს აუხსნა, რომ აქ მოკვდები, ანუ ეს რაღაცა საფრთხეა და ახლა კლდეზე თუ ვარდება, ხელს შეუშვი რა თქმა უნდა და გაგიჟდები და გადაირევი და არასოდეს არ მქონია ის შემთხვევა, რომ წყობილებიდან გამოსულიყავი, რაღაცა გავგიჟებულიყავი, ეს როგორ გააკეთე. ნუ გააკეთე გამოსავალი რა არის აქედან ამის ძებნა უნდა. და იცი რა მოყევი? ეს ტორტის ისტორია მოუყევი ჩემს გამომწერებს. ქორწილის ტორტი რო გაკეთე ცხოვრებაში პირველად ესე რომ უბრალოდ მოიგონე. ხო, ძალიან ცუდ პერიოდში ვიყავ. მე 14-15 წლისას რო გავხდე, მაშინ უკვე დაიშალა ყველაფერი საქართველოში, უშუქობა, ყველაფერი აბსოლუტურად, რა ვიცი, ძალიან კარგად ცხოვრობდით, მაგრამ უცებ ყველაფერი გაქრა, არაფერი აღარ იყო, გაზი არ იყო, შუქი არ იყო, მაგრამ ახლა სიყვარული მაინც იყო, ქორწილები მაინც იყო და ჩემი ბიძაშვილი, ჩემთან ერთად თან შეეზრდილი, ახლა უკვე გარდაცვლილია, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ის იყო მეჯვარე და ტორტი უნდა მიეტანა მეჯვარეს საჩუქრად დედოფლისთვის. და მქონდა ეს პრობლემა რომ რა საცხობები არ იყო რა თქმა უნდა და არავინ არაფერს ააკეთებდა. და აბა როგორ მიქონდათ? ალბათ მასე სახში აცხობდნენ, ოღონდ უნდა ყოფილიყო გამოცდილი მცხობელი ხა ტორტს ქორწილის ტორტს. ქორწილის და დედოფლის ტორტს. და ვუთხარი რომ მოდი მოვსინჯოთ პატარა ტორტებს კი ვაცხობთ და ცოტა დიდი გამოვაცხოთ და ეგაა მეთქი. და ხა რო გაგიბუჭდეს, ჩაგივარდეს, ის იმის შანსიც არ არის რომ შეცვალო სხვა გამოაცხო, იმიტომ რომ კვერცხიც როგორ ვთხოვეთ ფიცოლას ქათმები ყავდა, ხო არ მოგწევ კვერცხს ტორტი. იას მეზობელს შეკრივეთ. კი, ერთმა ასე გითხრა, ხვალ დადებ ჩემი დედლები და გამოიარეთ. მოაგროვეთ ესე ტორტი, გააკეთეთ, ავაშენეთ, შუაში ესე მრგვალი იყო, ირგვლივ ეს სიმრგვალეები გავჭერით შუადაშუა და გვირილის ფორმა იყო, რამდენადაც მახსოვს და მოვრთეთ და მშვენივრად გავრისკეთ და გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ, იქნებოდა უგემრიელესი და მაგ დროისთვის აი არ ვიცი, საოცრება, კრეატივა. გვირილის
ტორტი და ოღონდ ამით არ მთავრდება ჩემი ბელას ის კულინარიული შესაძლებლობები. თუ რა ქვია იმას ექსპერიმენტი. ანუ არა, აი იმებს რო აკეთებენ, ტკბილელს, რა ქვია მაგათ? ხო, საკონდიტრო შესაძლებლობები ბელას უსაზღვრო არის. ჟელატინიანი ტორტი გააკეთა, ნუ ეს უკვე გამოცდილება რო ქონდა დაგროვილი. სანათესავში ვინმე თუ გათხოვდებოდა? ბელა გამოდიოდა თავისი შემოთავაზებით, რომ მე გავაკეთებ ტორტს. ერთხელ გააკეთა ჟელატინიანი ტორტი, რომელზეც იდო 2 გედი და ზემოდან 2 გედი და ეს ცეკვის დროს რომ ეს ტორტი ცოტა ვიბრაცია იყო, ეს გედები თან დაცურავდნენ. ცისფერ ჟელატინზე. ანუ მაგ ტორტის ის გჭირდება ფოტო. ფოტო თუ იქნება სათვე არ ანუ უნდა ვიპოვოთ, გადავუგზავნოთ საუკეთესო საკონდიტროებს. აიღეთ იდეა. გედები რომ ჟელატინზე ცეკვავენ. ეს ხარ დაგვეწება დედუნა? არა, ჩერქონი არა. რაღაც სული გამოუშვა. ხო, ცოტა თავზე რა ქვია, მოშრა. უფ, კაი სუნი კი აქვს. ქვედა წვაზე არ მაქვს. ორივეზე მაქვს გონი. დავიწყე კრემის ამოყვანა. კარაქი. ოთახის ტემპერატურის დარბილებული 250 გრამი საკმარისია. და უნდა მოვიყვანოთ ჯერ ეს კარაქი და შემდეგ დავუმატოთ მოხარშული კრემი. აი, შემოგვიერთდა კიდევ ერთი ოჯახის პატარა დიასახლისი. ეს არის ჩვენი კირა. დერას ვამზადებთ? ტორტს. რისი ტორტია? მარწყვის. მარწყვის ტორტს და კირა ეხლა ამზადებს მის ცხოვრებაში პირველ მარწყვის ტორტს. ძალიან ადრე ხო არის, ბებო? კი, მაგარია. უმჯობესდება ჩვენი სიტუაცია. კი. ნათია. შენ ვიყავი? მე ვიყავი 17 წლისა პირველ ტორტი გამოვაცხე ჩემს დაბადების დღეზე. 17 წლის. მეტირება. 17 წლამდე ტორტი არ ქონდა? ტორტი არ იყო, იცი, მაშინ ესეთი სიტუაციები, რომ დაბადების დღეები და ტორტები და აი ვის ახსოვდა ხო შენი დაბადების დღე? ხო, ეგ კი მიკვირს ისე, რა ვიცი, რატომ არ იყო ეს მოდური, ალბათ ბავშვების დაბადების დღეებსაც არ აქცევდი ყურადღებას. ზოგადად მერე და მერე შემოვიდა, არც დიდების დაბადების დღეები მახსოვს დიდად. და მე რამდენი წლის ვიყავი ეგ თქვი? შენ იყავი 12 წლის რომ გამოაცხე. 12-ის? ხო, აბა? რომ გამოაცხე. შენ პირველად რომ გამოვაცხე 12 წლის ვიყავი? არ გახსოვს? როდის? მე დავადებე. საცხოვრობდით. სად ცხოვრობდით მაშინ და აქეთ ჩაიკოვსე ვიყავით გადმოსულები. ხო, არა, კი, ხშირად ბავშვობაში პროსტა მე დაალაგება არ მიყვარდა ძირითადად, თორე რაღაცების გაკეთება საჭმელების ბავშვობიდან მიყვარდა ძალიან. და კირა არის რამდენი წლის ხარ? 5-ის. აჰა, 5 წლის ასაკში პირველი ტორტი. ხო, ჩახდე? აი მეორე შუს რო გააჩენ 2 წლის ასაკში გამოაცხე. უნდა გავუკეთე. ჯერ მარწყვი და მერე ანაშ. ესენი. ეგ არის კრემიდე. კრემი ბებო. კრემი. არა. არა. გასინჯე, თითი ჩაყავი. არა. მე დავშაქრე მარწყვი. და მარწყვის დაშაქრა და დაშაქრა მარწყვი. მარწყვი დაშაქრა. აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აშა მარწყვი გააკეთე, აშა მარწყვი. მეგობრებო, ესეც ჩვენი სახლური ტორტი. თუ მოგეწონათ ჩვენი ეს ვიდეო, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარი, რომ მივხვდე, რომ თქვენთვის საინტერესო არის ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი გადავიღოთ. გელოდებით მოკლედ, გვაგრძნობინეთ როგორღაც, რომ მოგეწონათ ჩვენთან სახლში ყოფნა. ეხლა კი დაგემშვიდობებით. კარგად.